თუ გაინტერესებს როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ ამერიკულ მთებზე ბენისთან ერთად, მაშინ გამარჯობა, მე მიკავარ და ჩვენ ვიწყებთ. ბენი. ბეტის წერა არსებობს თუ შენ ქმნი თავად? არ ვიცი ახლა ვერ ვფიქრობ უბრალოდ. ჯერა რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. გირჩევნია სიმართლე და სევდა თუ არ მახსოვდა. მადლობა შენ. ესეც საინტერესოა რომ მომიწე. შაშარე. აქვე გეტყვი რომ ჩემი მიზანია გავხდე იუთუბერი. ამისთვის იმჭირდება გამოცდილება. გამოცდილების მისაღებად კი გადავწყვიტე გადავიღოთ 11 ერთმანეთისგან განსხვავებული ვიდეო კონტენტი. უკვე გადავიღე ვლოგი, ტუტორიალი, ბორდგეიმი, გეიმინგი, ეს კი ინტერვიუს ჯერია. წინ კი კიდევ ბევრია. და შენი დახმარება ძალიან მჭირდება. ხო და მოდი ერთად ვნახოთ როგორ გავართმევ თავს ამ გამოწვევებს. გავახარ. კარგად, მაღლად. როგორ ხარ? მაღლად. რა მოლოდინი გაქვს პირველ რიგში? მაღალი მოლოდინი. კითხვებზე მინდა გითხო, შენ აზრით რა კითხვები შეიძლება რომ იყოს სიმაღლესთან ასოცირებული. სიმაღლესთან ასოცირებული და ერთად ნახოთ რა კითხვები იქნება. აბა. ბენი გამარჯობა. როგორ ახარ? მოგესალმებით, ეს არის ამერიკულ მთებზე ინტერვიუ ბენისთან ერთად. და ეს ძალიან საინტერესო კითხვები მაქვს, ბენი შემომზადებული. პირველ რიგში შეგოგზნო თავს. შებოჭილო. თავდაბურა და შებოჭილო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საუბარი გვეუბნება წინ გამართვების განმავლობაში და პირველი კითხვა იქნება, აი შენი აზრით, რა არის ადამიანის დანიშნულება საერთოდ? აი ადამიანის ხო, რა არის დანიშნულება რა? ბევრი სვას და ბევრი ჭამას თუ დრო დარჩა იმუშაოს. ჩემი არის პირველი ადამიანი. ეგ არის დაიბადო, ბევრი სვა, ბევრი ჭამო და თუ დრო დარჩა იმუშაო. და მე მოკვდა. დრო ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს. კეთილი. და როგორ ფიქრობ ბენი, ანუ ბეტის წერა არსებობს თუ ანუ შენ ქმნი თავად ბეტის წერას? ბედის წერა არსებობს თუ მე ვქმნი? ბეტის წერა არსებობს თუ შენ ქმნი? ბედის წერა არსებობს ჩემი აზრით. არსებობს. ანუ და ჩვენი როლი მის დაწერაში რამდენად არის პირობითად? ჩვენ დღევანდელობაში და არ ვიცი ახლა ვერ ვფიქრობ უბრალოდ ცოტა ექსტრემალურ პირობებში ვარ. მე ვერ მიტყოდი ბენი. მე ძალიან ნორმის ეფექტის მჯერას. ნორმალურ პირობებში ვარ. მე თუ მკითხავ, ანუ არაფერი განსაკუთრებული. ვაიმე. ბენი, გჯერა რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი, ჩემი აზრით. ისე არაფერი არ ხდება. აბა. დიახ, ისი ის გჯერათ? ეპლის ეფექტის მჯერა, რომ რაღაცა რომ მოხდება, ვაიმე. ეს და შენ დავიკავო ასე თორე აზრი. როგორ იყო? თავისი მიზეზი აქვს? ყველაფერს ხდება. მიზეზი ხდება. იკა, მიზეზი ხდება. ყველაფერს თავისი მიზეზი დანიშნულება აქვს. გირჩევნია სიმართლე და სევდა თუ სიცრუე და ბედნიერება? ძალიან გამიხარდა ეგ კითხვა რომ დამის. ბატონო ნიკა. მე სიმართლე და სევდა მირჩევნია მთელი ჩემი ცხოვრება. რატო მიხრობ? სევდით მოცული დავდივარ ნეო ქუჩებში. მირჩევნია ვიყო ჭკვიანი და ჩემში ჩაკეტილი. ვიდრე ვიყო სულელი და ბედნიერი. არ მახსოვდა ერთი მახსოვდა. ხვდები? მეცაც გეტყვი. მირჩევნია ვიცოდე რა ხდება area 51-ზე და ხმა არ მოვიღო და თუ ამოვიღებ მესროლო. ვიდრე არ ვიცოდე რა ხდება area 51-ზე და ვიცხოვრო როგორ ცხოვრობ დღეს. ეს ესეთი მენტალიტეტი მაქვს. მადლობა. შენი აზრი დრო კურნავს თუ უბრალოდ გაჩვევს კურნავს. ყველაფერს კურნავს. ეს აფთარივით თუ არ შემცირდა თმა შევიცვალე გზაში. დრო კურნავს. დრო მე გამკურნ. შენ გავკურნა ხო გამკურნ. არ გაჩვევს. ძალიან დიდი მადლობა. გაფიქრებს. დრო გაფიქრებს და მე ინკურნები. შეჩვარი ეგუები და всё. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბენ. მადლობა შენ. ესეც საინტერესო რომ მომიწე. შაშარე. თუ ამ ვიდეოს უყურეთ და აქამდე არხი არ გამოიწერეთ. ჩემი აზრით თქვენს ცხოვრებას არც მიზეზი აქვს, არც მიზანი. თქვენ არ იცით ადამიანს რა მისია აქვს ამ ცხოვრებაში. თქვენ გონიათ რომ დრო გაჩვევს და თქვენ გონიათ რომ ბედის წერა არ არსებობს. დიახ, თქვენ ეს ბრძანდებით. მოდი ამოვჭერთ ეს. თუ აქამდე მოხვედით და არხი არ გამოგიწერიათ და არც ვიდეო დაგილაიქებიათ და არც კომენტარებში დაგიწერეთ, ვაუ რა მაგარი სტუმარი ყავდა, კიდე 10 ჯერ მოიწვია და მეტჯერ არა, რაღაცას არასწორად აკეთებთ თქვენ ცხოვრებაში. მე მგონი. დიდი მადლობა ბენი. მადლობა.